3 საათის განმავლობაში პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილი. შეკითხვები დაისვა აჭარის მთავრობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც, კერძოდ, როგორ აფასებს პრემიერ-მინისტრი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მუშაობას და ელოდება თუ არა იგი რეგიონში ვადამდელ არჩევნებს. ღარიბაშვილის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს მუშაობა ამ მომრჩევლების შესაფასებელია, როგორც პარტიის ლიდერი კი აღნიშნავს, რომ ურჩ და მოღალატე წევრებს პარტიაში ვერ დატოვებენ და მათი მოქმედებები საჭიროების შემთხვევაში სხვების მიმართაც ადეკვატური იქნება. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ მომხდარი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულირებაა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, პრემიერის თქმით, არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ გადააყენებს, შესაბამისად ვადამდელ არჩევნებს არ ელოდება. რა თქმა უნდა არ ველოდები ვადამდელ არჩევნებს აჭარაში და საერთოდ არაფერი არ გეგმება მაგ მართულებით. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც უღალატეს ქართული ხალხის არჩევანს, უღალატეს ქართულ ოცნებას და მის დამფუძნებლებს, ისინი აგებენ პასუხს საკუთარი მოსახლეობის წინაშე. და საქართველოს მოსახლეობა გასცემს მათ პასუხს. მომდევნო არჩევნებზე. დიდი მადლობა. მედია არ არის ჩემს საინტერესო არც მურმან დუბაძე, არც ჯემალ პუტკარაძე, ესე ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. ჩემთვის არ არის საინტერესო მათთან მათზე საუბარი. მოსახლეობას არ აინტერესებს არც მურმან დუბაძე, არც ჯემალ პუტკარაძე. დიდი მადლობა. მადლობთ.